ასათიანის ქუჩაზე ცათამჯერის მშენებლობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქუჩების მცხოვრებლები მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. თავის დროზე ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა დავა სასამართლოშიც მიმდინარეობს, თუმცა ეს მშენებლებს სამუშაოების წარმოებაში ხელს არ უშლის. დღეს იქ მორიგი აქცია გაიმართა. კედლებმა დაიწია დასკდა და ავარიული მდგომარეობაა. ზარები და კორპუსის საყრდენს დაშორებული კედლები. ეს ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლების ძირითადი პრობლემაა. როგორც ჟუჟუნა ჭეიშვილი ამბობს, ცათამჯერის მშენებლობის დაწყებიდან ცოტა ხანში ქუჩის ერთი ნაწილი ავარიული გახდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ადგილზე თერმული წყლები გადის და ამიტომ საძირკვლის გათხრა ორმაგად საშიშია. ქუჩის დასაწყისში იქ სულ მიწამარდება სამჯერ თითქმის ჩემ ყოფნაში შეარემონტეს, ამოიღეს მიწა, იქ გაასუფთავეს. ეხლა რაც მაგერმა დაიწყეს გათხრა მშენებლობა და იმის მერე ხედავ, რომ ფაქტია აგერ. დაინგრა კედლები. აქ რო ჩამოვიდეთ, იმის შიში დაკრო, სადღაც არ მოვყვეთ ქვეშ. რა გარანტია მაქვს, რომ ეს კედელი არ წამოვა. ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლები უკვე 2 წელია ამ ხერხით ცდილობენ მშენებლობის გაპროტესტებას და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას. ასათიანის 10 ნომერში ცათამჯერის აშენების ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2012 წელს გასცა. ამიტომ ადგილობრივებმა მერიას უჩივლეს. სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება ცათამჯერის მშენებლობაც. ტერიტორიაზე ხეების უკანონო დაბოჭრის გამო ზაქარიაძის მცხოვრებლებმა ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგეს. პრაქტიკულად ჩეხავენ და ანადგურებენ ქალაქში ერთ-ერთ უნიკალურ რეკრეაციულ ზონას, რომელსაც სტატუსი არ ჰქონდა, ესეც დანაშაულია, რომ არ ჰქონდა და მეორე ის, რომ პრაქტიკულად ავარიულ მდგომარეობაში ჩააყენეს გარშემო არსებული მრავალსართულიანი სახლი. ზაქარიაძის ქუჩაზე ცხოვრობს თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძეც. დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობა უკანონო არასასა მწვანე საფარი ეწირება. ერთადერთ გამოსავლად ოგბაიძე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას მიიჩნევს. ეს არის დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილის გამოცხადებული სატრანსპორტო კოლაფსის და საშინელების გამოცხადებული ადგილი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ არ დაზავადეს არც კერძო ინვესტიციის, ასე ვთქვათ, განხორციელების საშიშროება და რაც მთავარია მეორე მხრივ ჩვენი საზოგადოების. ასათიანის 10 ნომერში 8 შენობას ინვესტორი კომპანია BD Property აშენებს. აქედან ორი ნაგებობა 115 მეტრის სიმაღლის იქნება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშენებლობის უფლება კანონიერად მოიპოვეს. მათი თქმით, ტერიტორიის გამწვანებისთვის უკვე დამატებითი თანხების გამოყვეს. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ იმ მწვანე საფარს, რომელიც დღეს იქ არის და ამასთან ერთად დაახლოებით 900,000 ლარი გვაქვს დამატებით გამოყოფილი გამწვანების კუთხით. ყველა ეტაპზე სამშენებლო ნებართვისა და ხეების სანიტარული ჭრის ჩათვლით ყველა ამ საქმიანობაზე ჩვენ გვქონდა ნებართვები. სასამართლო პროცესი ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ინვესტორ კომპანია BD Property-ს წინააღმდეგ გრძელდება. სხდომა 21 ნოემბერს არის ჩანიშნული. თუმცა მერიასაც და დამკვეთ კომპანიასაც ადგილობრივი მცხოვრებლების კიდევ ერთ საჩივარზე მოუწევთ თავის მართლება. ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლები სამშენებლო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ, რათა საჯარო გახდეს თუ რა სახის კორპუსი შენდება.